წონის კონტროლი ამხელა პრობლემა, რომაა საერთოდ არაა გასაკვირი. დღევანდელ საზოგადოებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანების უმეტესობას ჭარბი წონა აწუხებდეს. ადამიანის ისტორიის არც ერთ ნაწილში არ ყოფილა საჭმელი ასეთი გემრიელი, ამ რაოდენობით და ასე მარტივად ხელმისაწვდომი. ადამიანის ევოლუციის უდიდესი ნაწილი იყო შიმშილი, შემდეგ რამოდენიმე დღე ბევრის ერთდროულად ჭამა და კიდევ შიმშილი, სანამ რამეს მოინადირებდნენ. პირველ ყოფილ ადამიანს არც კი დაესიზმრებოდა ჩვენ დღევანდელი ცხოვრება. ჯერ შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად ღილაკებზე თითის დაჭერით ნებისმიერი საჭმელი კართან მოვატანინოთ. ქუჩაში რომ გახვალ ყოველ მეორე ნაბიჯზე საცხობია. მარკეტების უმეტესობაში პროდუქტების დიდი ნაწილი ულტრაგადამუშავებულია და ერთ ლუკმაში დაუჯერებლად ბევრი კალორია შედის. ერთ სიტყვით, ჩვენი ორგანიზმი განვითარდა საჭმლის უკმარისობაში და დაპროგრამებულია, რომ როცა საჭმელი გაქვს, უნდა ჭამო რაც შეიძლება მეტი. იმიტომ რომ შემდეგი დღეების და კვირებისთვის, სანამ რამეს მოინადირებ, ცხიმის მარაგი გქონდეს და შიმშილით არ მოკვდე. ასეთ ორგანიზმს დღევანდელ გარემოში რომ ჩასვავ, რა თქმა უნდა, წონის პრობლემები ექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ წონის დაკლება გინდა, უნდა გქონდეს გეგმა და სტრატეგია, რომ უსასრულო ცდუნება არ დაგძლიოს.